ვერც კი მივხვდით საერთოდ რა ხდებოდა ჩვენს თავს, იმიტომ რომ წარმოუდგენელი იყო ის, რაც მოხდა. ამ დროს ცხადია პატარა ბავშვები, მათ შორის დედაჩემიც ბებიაც, ვტიროდით, ვკიოდით და ჩვენი ხმა გარეთ გადიოდა. და რაც მინდა ხაზი გაუსვა არის ის, რომ როცა ბებიამაც თქვა ამაზე, როცა ჩვენი ხმა იმატებდა, ანუ ტირილის ხმა თუ უფრო მძაფრად გადიოდა გარეთ, ტყვიებიც იმატებდა, ანუ სროლა მატულობდა და უფრო ძლიერი ხდებოდა ეს სროლა. უკვე ბოლოს მამაჩემმა გვითხრა, რომ როგორმე თავი შეგვეკავებინა ისე რომ ხმა არ გასულიყო ჩვენი იქიდან და არ ვიცი როგორ შევძელით, მაგრამ შევძელით რომ აღარ გვეკიულა და აღარ გვეტირა და აი ამ დროს როცა ჩვენი ხმა აღარ გადიოდა სახლიდან ტყვიებმაც იკლო და უკვე ცოტა ხნის შემდეგ სროლა შეწყდა. ალბათ იფიქრეს რომ ყველა ჩაიხოცა და ამიტომ მათი მიზანი სწორედ ეს იყო, რომ იქ ცოცხალი არავინ არ გადარჩენილიყო და უკვე როცა დარწმუნდნენ რომ არავის ხმა სახლიდან აღარ გამოდიოდა, სროლაც ამის შემდეგ შეწყვიტეს. და თქვენ სროლა რომ შეწყდა, შემდეგ თქვენივე გადაწყვეტილებით დატოვეთ ეს თავშესაფარი? გეტყვით როგორ იყო. სროლა რომ შეწყდა, გარკვეული დროის განმავლობაში ლოგინის ქვეშ ვიყავით, ისევ იქიდან გამოსვლას ვერ ბედავდით. რამდენი ხანი დაახლოებით? დაახლოებით 10 წუთი მაინც. იმიტომ რომ ეს სროლა რომ შეწყდა, მე იყო რამდენიმე წუთის შემდეგ ისევ გაისმა სროლის ხმა. რამდენიმე წუთი დავრჩით ლოგინის ქვეშ, შემდეგ კარი ისედაც გაღებული იყო უკვე და შემოვარდნენ რამდენიმე შეიარაღებული და ნიღბიანი სპეცრაზმელები, რომლებმაც ისევ სროლა დაიწყეს უკვე შიგნით სახლში, კარის უკანა მხარეს ისროდნენ. ამ დროს მამაჩემმა დაიკვირა, რომ სახლში ბავშვები იყვნენ ცოცხლები და არ ესროლათ და მართლა დღემდე მახსოვს ამ სპეცრაზმელების გაოგნებული ხმა, რომ ცოცხალიო ვინ არისო, აქო კითხულობდნენ თვითონაც და შემდეგ უკვე გავბედეთ, რომ გამოსულიყავით იქიდან სადაც ვიმალებოდით. ამის შემდეგ გავედით გარეთ და დავინახეთ, რომ მეორე სახლი, სადაც იყვნენ ბაბუა ჩემი ევგენი აფრასიძე, ომეხი გოჩა და ჩემი 12 წლის ძმა მთლიანად ცეცხლის ზალში იყო მოხვეული. და ეს იყო ალბათ ყველაზე საშინელი მომენტი, იმიტომ რომ ჩვენ ყველა დარწმუნებული ვიყავით, რომ იქ იყო გიორგიც, იმიტომ რომ რეალურად იმ სახლში იყო და რადგან ის დეტალი არ ვიცოდით, რომ გოჩამ მოახერხა მისი მეზობლის ეზოში გადაგდება. ეგონათ რომ თქვენი ძმა იქ დაიწვა. ეგონა რომ ჩვენი ძმა იქ დაიწვა და ამ დროს დედამ დაიწყო საშინელი ტირილი, კივილი, ეძებდა თავის შვილს, დარწმუნებული იყო რომ იმ სახლში იყო და შემდეგ უკვე ეს ამ სპეცრაზმელებმაც დაიწყეს გარკვევა, არ იცოდნენ გიორგი ცოცხალი იყო თუ არ იყო და ცოტა ხნის შემდეგ რომელიღაც სპეცრაზმელმა გვითხრა, რომ ბავშვი ცოცხალი არის, რადგან მეზობელთან გადაიყვანეს. ერთი ჩაგიკითხებით თუ შეიძლება, თქვენ ახსენეთ წეღან, რომ როდესაც სპეცრაზმი შემოვიდა და როდესაც თქვენო მამამ უთხრა მათ, რომ ბავშვები არიან სახლშიო, დაგჩათ შთაბეჭდილება, რომ სპეცრაზმა არ იცოდა, რომ სახლში მცირეწლოვნები იყვნენ? არა, სპეცრაზმა ძალიან კარგად იცოდა, რომ სახლში მცირეწლოვნები ვიყავით, დამრჩა შთაბეჭდილება, რომ გაუკვირდა, რომ ცოცხლები ვიყავით. იმდენად ინტენსიური და ძლიერი სროლა იყო. თორემ მათ ძალიან კარგად იცოდნენ, რომ იმ სახლში ბევრი ბავშვი ვიყავით და იცოდნენ ისიც, რომ სახლში უდანაშაულო ადამიანები იყვნენ. თქვენ კიდე ცოცხლები ხართო? კი, ესეთი როგორი ფორმულირებით თქვენს გთხოვთ ჩაურთოთ მიკროფონი ბებიას. რა კიდევ ცოცხლები ხართო? ბავშვებს ესე უთხრეს. სპეცრაზმა, კი ბატონო.